Androsთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ ვასილ აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის და მისი ხელმძღვანელის საოცარი განცხადება. დავით დოიაშვილს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ეს იყო მართლაც ერთსულოვნების და ხელოვანთა ხმის ძალიან ძლიერი გამოხატულება. იცით, დავით დოიაშვილმა დასთან ერთად გუშინ თქვა, რომ რეჟიმს აძლევენ ვადას 20 იანვრამდე და პასიური პროტესტიდან გადავლენ მოქმედებაზე. ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, დავით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. და მინდა მივესალმებით თქვენ მაყურებელს. კი ბატონო, დღეს მართლაც არ ვიცი, კი გაჩერებულია ახლა თქვენი თეატრი, მაგრამ მუზა ძალიან ბევრი მოგცათ, დარწმუნებული ვარ, აი ამ რეჟიმმა, როცა მოსამართლეები დღეს კეიფობენ, მას შემდგომ რაც გუშინ და გუშინ წინ ციხეში ჩატოვეს ახალგაზრდათა მთელი წყება. თქვენი ულტიმატუმია ეს, რაც წაუყენეთ რეჟიმს. რასაკვირველია ულტიმატუმია, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ მივეცით დრო და ვამბობთ, რომ წამზომი ჩართულია და ძალიან ჩქარა უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. თუმცა ვთვლი რომ დღეს რაც ხდება, ბოდისვიხტი ხმა მიბრუნდება და მოვიხსნე ამას. თუმცა ვთვლი რომ დღეს რაც ხდება, ეს არის ნორმალური და სწორი რეაქცია იმაზე, რაც მოხდა გუშინ. ეს როგორც 2-4-4-ია ისეა და რა ეგონათ. რას ფიქრობდნენ, რომ ხალხი ესე გაჩერდებოდა და შეძლებდნენ თავისუფლად სიარულს გადაადგილებას და არ ექნებოდათ რეაქცია, თავისთავად ამაზე იქნებოდა რეაქცია. ამიტომაც ის, რასაც დღეს ჩვენ ვიღებთ და ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩვენ ვართ რეჟიმში, როდესაც გვინდა არ გვინდა დღის წესრიგს აკეთებენ ისინი და ჩვენ ვრეაგირებთ ამაზე. ამ რეჟიმში ვართ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ პირადად ახალი თეატრი ვიყავით პასივში, გადავალთ აქტიურ მოქმედებაზე და შეიძლება დღის წესრიგი შევხვდეთ ჩვენ და ისინი დაგვეწიონ. ნახოთ რა იქნება. დათო, ქალბატონი ლიკა გუნცაძე იყო ახლა ჩვენთან სტუდიაში, ალბათ უსმენდი და ადევნებდით მასთან საუბარს თვალს და მან თქვა ასეთი ფრაზა, რომ არ გვეშინიაო და არც იმ ახალგაზრდებს არ ეშინიათ. პრინციპში შეიძლება მცირედი კორექტირება მოვახდინოთ, იმიტომ რომ აი ამ ადამიანურ სახე დაკარგული სისტემის წინააღმდეგ ყოფნისას არ შეიძლება არ შეგეშინდეს. ეს ბუნებრივი რეაქცია არის შენი თუ არა შენი გვერდზე მდგომი ახლობელის მიმართ წარმოშობილი რისკების გამოც, მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მათ შორის უპირველესად სახელოვნებო სამყარომ, მედიამ, იმ ადამიანებმა, რომლებიც უფრო მეტ ინფორმაციასაც ფლობენ და გარკვეულ ისტორიულ გამოცდილებასაც, აი რეპრესირებულთა მარში იყო საბჭოთა კავშირის დროს და ყველაზე უფრო სწრაფად და ყველაზე უფრო დიდი მასშტაბით ეს რეპრესიები შეეხო ზუსტად ამ ნაწილს საზოგადოებისას, მერე მიყვა უკვე მთელი დანარჩენი ფენები საზოგადოების. ანუ რაღაც უფრო დიდი შიშის გამო ადამიანები ხვდებიან, რომ ეს შიში უნდა გადალახონ დღეს დაუპირისპირდნენ რეჟიმს. ამ განწყობიდან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ ჩვენ, თქვენი და თქვენი კოლეგების შემდგომი მოქმედებების კუთხით. ერთის მხრივ თქვენ ამბობთ, რომ ეს პროტესტი იქნება არაძალადობრივი, მაგრამ რამდენად რადიკალური. რაც შეეხება, მადლობთ, რაც შეეხება შიშებს, რასაკვირველია გვეშინია. და ეს არა ჩვენ არ ვართ რაღაცა გმირები პირიქით, ჩვენ რაღაცა მოხვდით ისეთ დროში, როდესაც გვინდა არ გვინდა, გვაიძულებენ რაღაცა გავაკეთოთ. ამიტომაც გვეშინია, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენი ცხოვრება შედგება იმისგან, რომ ის შიშები, რომელიც ჩვენ გაქვს, გინდა არ გინდა უნდა დაძლევო. მხოლოდ ამაში შეიძლება რომ შედგე ადამიანად, როცა შეგიძლია სწორედ ის შიშები გადალახოთ. ან თუ ზურგს უკან გიმაგრებს სიმართლე, მაშინ საერთოდ უფრო ადვილია და შენ თავთან ხარ სრულ ჰარმონიაში, რომ ეს შიშები გადალახო. ჩვენ გვიმაგრებს ზურგს ეს სიმართლე, იმიტომ რომ სიმართლეა ის, რომ ანდრო ჭიჭინაძე, ამ შემთხვევაში ჩვენ ანდროზე ვაპელირებთ, მაგრამ ეს ეხება აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს, უბრალოდ მე ვიცნობ ანდროს და შემიძლია დაუდგე თავდებათ და არა მხოლოდ აღმოჩნდა, რომ მე შემიძლია დაუდგე თავდებათ, არამედ მთელ დას, არა მხოლოდ მთელ დას, არამედ
მთელ სახელოვნებო სივრცეს და როცა 2000 კაცს თუმცა მთელ საქართველოს ეუბნებიან რომ არ ვარსებობთ და ვერ გხედავენ, მაგრამ 2000 კაცს ეუბნებიან რომ თქვენი სფეროც კი არ არსებობს, არამც თუ რამე, არამც თუ ჩვენ ვარსებობ. ამის შემდეგ სხვა გზას უბრალოდ ჩვენ არ გვიტოვებენ, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ მოქმედებაზე. რაც შეეხება მოქმედებას, რასაკვირველია, ეს იქნება მხოლოდ მშვიდობიანი, მაგრამ იქნება ისეთი, რომელიც ყოველ შემთხვევაში არებს მათ დღის წესრიგს. ამის გარანტიას ნამდვილად ვაძლევ. დათო, საღამოშიდობის ამეც მოგესალმები. მინდა კითხოთ ასეთი რამე, როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა სახელოვნებო სფეროდან თეატრი ასეთი აქტიური? ის რაც ახლა თეატრის მსახიობებმა და ზოგადად თქვენმა კომუნამ გამოამჟღავნა, რაღაცნაირად არ არის შემთხვევითი. კი, ყველა სფერო აქტიურობს, რა თქმა უნდა, მარში ვნახეთ არაერთი სხვადასხვა პროფესიის ხალხის მონაწილეობით, მაგრამ თქვენ მაინც აღმოჩნდით ეპიცენტრში, ალბათ ამ დროს ერთი კონკრეტული თქვენი მეგობრის დაკავებაც და ასეთი უსამართლო ფორმით დასჯაც არ არის შემთხვევითი. როგორ ფიქრობთ, რა უდევს ამას საფუძვლად? ჩემი აზრით თეატრი, რომელიც ცოტათი მაინც არ უსწრებს დროს და არ ლაპარაკობს იმ პრობლემებზე, რომელიც ხვალ იქნება, ან დღეს არის, მაგრამ შეუმჩნეველია, ის თეატრი საერთოდ არ ვიცი რა არის. ამიტომაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ეს პრობლემები ჩვენთვის ძალიან თვალხილული იყო და თვალნათელი, სწორედ თეატრებმა დაიწყეს ამ პრობლემებზე აქტიურად გამახვილება და დავიწყეთ ისეთი სპექტაკლების დადგმა, საერთოდ შეგვძლებოდა ამ თემაზე საუბარი. ესეთი სპექტაკლები საკმაოდ მომძრავლდა და არა მხოლოდ ჩემ თეატრში, არამედ სხვა თეატრებში. და სწორედ ამის გამო გახდა, რომ არ დაგიმალოთ თეატრი ესე პოპულარული ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, როცა ფაქტიურად 4 წლის უკან ცარიელი იყო ნახევრად დარბაზები, დღეს კი მთელი თეატრი, ყველა თითქმის უმეტესი თეატრის დარბაზები არის გავსებული, ხოლო რაც ჩვენ თეატრს შეეხება 2 თვით ადრე და 3 თვით ადრე იყიდებოდა ბილეთები. ეს არის ის სათქმელი, რომელზეც ჩვენ გვინდა არ გვინდა ვლაპარაკობდით, მაგრამ ისე ვამბობ, დადგა დრო, როდესაც ეს სათქმელი სცენიდან უკვე წარმოუდგენელი ამის თქმა და როდესაც მაყურებელი გავიდა გარეთ, არამც თუ ჩვენ გავედით გარეთ და ჩვენ მივყევით ჩვენ მაყურებელს და უკვე ვაპელირებთ და კიდე ერთხელ ხას უსვავთ იმ პრობლემებს, რომელიც არ შეიძლება რომ საერთოდ არსებობდეს. დღეს უკვე ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ აი გაოგნებაზე მოდის, ხო? იმიტომ რომ თუ მეგონა რომ რაღაცას აქვს ზღვარი, აღმოჩნდა რომ ეს მართლა ისეთი საზღვარიც აღარ არსებობს აი ამ ძალადობების. ასე რომ მე არ მგონია რომ ნორმალურია, მე არ მაქვს უბლება, მე პირადად არ მაქვს უფლება რომ არ ვირეაგირო ამაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ხვალ არ მაქვს უფლება რამედან მოუწოდო მაყურებელს, ან რამეზე თუნდაც სიყვარულზე, ამ პეპლებზე ველაპარაკო. არ მაქვს ამის უბრალოდ უფლება და ისედაც არც მომისმენს არავინ. ამიტომაც ხელოვანები რეაგირებენ ამაზე და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებდა. სწორედ ეს იყო რომ ნელ-ნელა ჩაიკეტნენ, ნელ-ნელა საერთოდ აღარ დადიოდნენ თეატრში. მე უკვე შემოგვითვალეს რომ ეს ყველაფერი სასაცილოა, რომ თქვენ ვინ ხართ და ნუ ბოლოს უკვე ხო ნახეთ რა სადამდეც მივიდნენ რომ საერთოდ სფერო არ ვარსებობ თურმე და არ ვჩანვართ. კი ბატონო, არ ვჩანვართ, არც ეგ არ არის პრობლემა. ამიტომაც მივეცით ულტიმატუმი 20-მდე, 20-ის შემდეგ დავიწყებთ რეაგირებას. აქვე მინდა კითხო, რეაგირება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის იმ ხალხშიც, ვინც მაინც და მაინც სისტემის წინააღმდეგ ხმას არ იღებს ხოლმე, მაგრამ ანდრო ჭიჭინაძის გვერდს არ უვლიან ისინი. არ დავასახელებ კონკრეტულად, მაგრამ 1-2 ადამიანისგან გამიკვირდა კიდევაც ეს პოსტი, რაღაცნაირად გამოღვიძებას აქვს ადგილი მათ რიგებშიც. თქვენ თუ ამჩნევთ ამ ტენდენციას და არის თუ არა ეს კიდევ უფრო გაფართოებადი, როგორ ფიქრობთ? თქვენ მეტი ინფორმაცია გექნებათ და მეტი ალბათ მესიჯებიც პიროვნულად დასის წევრებს მეტი მოგდით გამომხნევებელი, ვიდრე საჯარო კომენტარებია მათგან. იცით რა არის, სწორედ მთელი ალბათ არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ ანტო ჭიჭინაძე აღმოჩნდა ის სუსტი რგოლი ალბათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის ბიჭი, მართლა ვამბობ, რომელსაც არასდროს არანაირი პოლიტიკური ის არ ქონია წარსული, რომელიც არის სუფთა, არაჩვეულებრივი ბიჭი და რომელიც მეგობრობდა აქეთ მხარესთანაც, იქით მხარესთანაც და საერთოდ ყველა მხარესთანაც. ყველა მიცის, ვინც მას იცნობდა, უბრალოდ ყველა მიცის რა სულის მატარებელი არის ანდრო ჭიჭინაძე.
ესეთ ახალგაზრდებს პირიქით წესით სახელმწიფო უნდა მიუთითოს როგორ შეიძლება რომ ამ ასაკში თავისი პროფესიით, დაუღალავი შრომით, არაჩვეულებრივი მიდრეკილებით, ნიჭიერებით როგორ შეიძლება რომ დაიმკვიდრო ადგილი. პირიქით სანიმუშო უნდა გავხადოთ ესეთი ადამიანები, რომ ახალგაზრდებს კონდეთ, რომ აი მე ხვალ შემიძლია ეს გავაკეთო, რომ ჩაუნერგოთ ეს წვენა. სწორედ ამიტოა, რომ ანდრო ჭიჭინაძის გარშემო ხმას ვერავინ ვერ იღებს და ვერც ამოიღებს. ერთი რომ მათ არა აქვთ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი, რაც გამოჩნდა კიდეც და კიდე ორი თვე მოითხოვეს, რომ იქნებ რამე შეთითხნონ, მაგრამ რასაკვირველია, ვერაფრით ვერ შეთითხნიან და ამიტომაც არის, რომ იქით ამხარეც, აქეთ ამხარეც და საერთოდ ყველა მხარე ერთ რამეზე თანხმდება, რომ ხო ეს ბიჭი არ შეიძლება რომ ყოფილიყო დაჭერილი. ამ შემთხვევაში ანდრო ხდება კრებითი სახე ამ პოლიტპატიმრების, იმიტომ რომ მე ბევრს იქ დანარჩენებს არ ვიცნობ, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ეხა გუშინ სურათი რომ ნახე იმ პატარა ბავშვის, რომელიც ისოსებიდან ეძებდა თავის მშობლებს მოვიდნენ თუ არა სასამართლოზე, ამაზე ტრაგიკული რა უნდა იყოს. ეს ხო ხატის სურათია, რომელიც ყველას მეხსიერებაში დარჩება. ეს ხო არის უბრალოდ სახე რაღაცის. ამიტომ ვამბობ, რომ რასაკვირველია, აი ზუსტად ამ სურათ ხატებთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ ბოლო კითხვა. რა თქმა უნდა, არც მარტო ანდრო ჭიჭინაძით იწყება ეს ისტორია, არც მისით მთავრდება, თუმცა ანდრო ისე როგორც ნებისმიერი დაკავებული წარმოადგენს ცალკე აღებული ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას თელს ამ პროცესში, მაგრამ მათ შორის იგივე თქვენი კოლეგა ვებხო კასრაძე ჩვენ მოზარდებზე ახალგაზრდებზე ვაკეთებთ აქცენტს და ვებხო 4 თუ 5 შვილის მამა არის ქვეყნის წინაშე საბრძოლო დამსახურებით ადამიანი, რომელიც ახლაც კი კერას ინარჩუნებს, საქართველოს ამაგრებს იქ სოფელში, ხო თავის ოჯახთან ერთად, ეს ადამიანი როცა არის პატიმრობა, შეუძლებელია რომელიმე ჩვენგანი მოსვენებელ მდგომარეობაში ვიყოთ და ჩემი ბოლო კითხვა უკავშირდება ლაშა ბუღაძემ შეამჩნია, რომ ძალიან ბევრი ბიბლიური სიუჟეტი თამაშდება დღევანდელობაშიც, ისე როგორც ყოველთვის კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ აი დღევანდელი სურათი საყოველთაო დრამატიზმის, დაძაბულობის, ბრაზის, შეურაცხყოფის, რისხვის და ასე შემდეგ ჩაგვრის და ამ ფონზე ბაბილოში მოსამართლეების კეიფის მურუსიძის თამადობით სვეტა მუსიკაზე ვაჩვენეს კიდეც, ხო? აი ეს რა სიუჟეტები მეორდება თქვენ როგორც ასე ვთქვათ რეჟისორ, რომელსაც არაერთი ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი პიესა დაგიდგავთ, მოვალშიც დადგავთ, რა მინიშნებები ეს კადრია გიორგი ეთერში ხარ ზუსტად ზუსტად სვეტა მუსიკა მაგითო ვახსენე ახლა იქ გახურებული არის ახლა იქ ისე გაუხურდათ მაგათ თავებით და აღარ აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რაზე მიანიშნებს მორალური დეგრადაციის რა მასშტაბებს? ნუ ეხა ეს უკვე აი მართლა აღარ ვიცი გადასულია რაღაცა ყველანაირ ზღვარ გადასული მას. ერთადერთი რაც შემიძლია ნამდვილად გითხრათ, როგორც რა ვიცი ხატება ქართველისთვის მაინც რომ მივაქციოთ ყურადღება, ყოველთვის იყო დედა და მაგალითად ქართლის დედა, რომელზეც რაღაცა ესეთი ხატება არსებობს. აი ჩემთვის მაგალითად ის სტუმარი, რომელიც თქვენ ყავდათ, ლიკა გუნცაძე არის სწორედ ესეთი სანიმუშო მაგალითი და მართლა აქედან მინდა რაღაცნაირად მადლობა გადაუხადო ესეთი შვილის გაზრდისთვის, მადლობა იმ პოზიციისთვის, რაც აქვს, მადლობა იმისთვის, რომ კი ეშინია, მაგრამ არ ეშინია. აი ამ ყველაფრისთვის, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, ის რაც ხდება, ამაზე არც მინდა ის საოცარი ჯოჯოხეთია უბრალოდ და მგონია რომ ესეც ალბათ ჩვენი სახადია და უნდა გავიაროთ. მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ასევე ქართველი ერი ეძებს გმირს, ბაზალეთის ტყის ძირას და ეგ გმირი დაიბადება სწორედ აი ამ საშინელებაში და ეს გმირი ძალიან მალე გამოჩნდება. ალბათ იმედი მაქვს, ან ქართული ხალხი შეიძლება იყოს ეს გმირი და არ იყოს ერთი და იყოს კრებითი სახე. ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს ისინი პასუხს გასცემენ. დიდი მადლობა დათო, თქვენ აქტიურობისთვის, სამოქალაქო პოზიციისთვის, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ და ჩვენი მხარდაჭერა თეატრს, რა საკვირველია, ჩვენ ვიქნებით მაყურებელთა დიდ ჯარში, რომელიც თქვენი დაბრუნებისთანავე ისევ ბილეთებს დაელოდება, რომელიც არასდროს იშოვებოდა და ყოველთვის რიგში ვიდექით ჩვენს, ასე რომ მე გისურვებთ, რომ სცენას დაუბრუნდეთ მალე, ანუ შედეგი იყოს ქვეყანაში მალე. დიდი მადლობა.